აბა როგორ ხართ ჩემო მეკობრებო, მოგიკითხავთ რაღა თქმა უნდა ტრადიციისამებრ მადლიერებით სიკეთით, ყოველივე საუკეთესო სურვილით და განსაკუთრებული მადლობა ჩემი არხის გამომწერებს, ადამიანებს, რომლებიც არიშურებთ უკავშირს და ადამიანებს, რომლებიც ერთგულად მიყურებთ და მენდობით. დღევანდელი გაშლის თემა, მოდი ავიღოთ მკათათვე. იმიტომ რომ აგერ უკვე ივნისის პირი მოდგა პრაქტიკულად, მაისი უკვე დღეებს ითვლის და ვნახოთ მკათათვე რას გვპირდება, ხო? რა ენერგიებით შემოდის სხვადასხვა სფეროში და ვნახოთ ეს სფეროები. პირველი, მეორე ვარიანტი, პირველი ალადინის ლამპარი და მეორე ესეთი ფულის ტონსიკა. და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ოღონდ ჯერ ვნახოთ ვისთვის არის ეს გაშლა, ხო? ეს თავისით გადმოფრინდა. გადმოფრინდა და კი ბატონო. თასების რაინდი, ძალიან კეთილი, ძალიან ბავშვური, ძალიან გახსნილი, კომუნიკაბელური, როგორი იცით, აი ცოტა მეოცნებე და რომანტიკოსიც, მაგრამ წინმავალი. არ ჩერდება ეს ადამიანი ერთ ადგილზე, ცოტა იმპულსურიც არის, გრძნობებს აყოლილია, ძალიან მიყვარს ფლირტები, სხვა შორის საკურორტო, ხო? ბოდიში საკურორტო რომანები ამისთვის უცხო არ იქნება. აი დაახლოებით ის თემა ივნისში რო გვიყვარდება და მე სექტემბრის ბოლოს რო ვემშვიდობებით ხოლმე და უკვე სხვა ენერგიებში გადავდივართ, ხო, ეს დამახასიათებელი იქნება ამ ადამიანებისთვის, სხვა შორის ამისთვის ოჯახიც ძალიან დიდი პრიორიტეტია. ანუ თანადგომის ქსელი, ხო, საახლობლო თავისი ამას გულისხმობ. შემოქმედებით სფეროს წარმომადგენლები შეიძლება ბრძანდებოდეთ ადამიანები, რომლებიც საუბართან არიან კავშირში, ანუ ვისაც ისეთი საქმიანობა აქვს, სადაც საუბარი დიდი ოდენობით უწევს და ფიზიკურადაც მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ სასიამოვნო ადამიანებთან მაქვს საქმე. კარგით. ახლა ვნახოთ მკათათვის ზოგადი ენერგიები. აბა, მანახე ზოგადი ენერგიები. მანახე ფულის და სამსახურის ენერგიები. და მანახე პირადი ენერგიები. ოჰო, ზოგადი ენერგიები მეგობრებო, ძალიან ჭკვიანი ადამიანები ხართ, მინდა გითხრათ. ესე იგი, აი ამ თქვენი ემოციებით, თუ რაიმე ქარაშოც დაატრიალებთ და ძალიან ისეთ თუნდაც უსიამოვნებებს გამოიწვევთ ცხოვრებაში და ეს ძალიან ხშირად შეიძლება თქვენს ცხოვრებას სდევდეს თან. მე ძალიან მშვიდად დაჯდებით, აუღელვებლად და დაელოდებით, როდის ჩაცხრება ეს ქარბუქი თქვენს გარშემო და მე რა პრობლემაა? მე გავაგზავნებ ჩემს გზას, ხო? შეიძლება უფრო უკეთესადაც, ისეთ ვირტუოზები ხართ, მოკლედ, სიტუაციების შექმნის და მე იმ სიტუაციებიდან გამოსვლის. მოკლედ, კარგად იცით რა, როგორ უნდა ჩამოიყვანოთ დასრული ხელი, მოდი ასე ვიტყოდი. ძალიან დიდი ტრანსფორმაციის ეტაპი იქნება თქვენთვის მკათათვის თვე. ოღონდ იგრძნობთ სამყაროს გვერდში დგომას, ხო? იგრძნობთ გამჩენის მფარველობას. ძალიან ბევრ შანსს გამოგიგზავნით სამყაროს აიმისოდ, რომ აი ამ ქარაშოც თავი დააღწიოთ და საკმაოდ შორს წახვიდეთ. სამყაროს არკანით რა შემიძლია გითხრათ გამთლიანების, გამარჯვების, წინსვლის, წარმატების, თუ კი რაიმე საერთოდ დადებითი არსებობს, ყველაფრის გამაერთიანებელი არკანია, ხო? მშვენიერი ენერგიებია, რა დაგიმალოთ. საწუწუნო, არაფერი უნდა გქონდეთ წესით და კანონით, ვნახოთ ახლა სამსახურსა და ფინანსებში რა იქნება. მეგობრებო, რაღაცა მგონია, რომ ცოტა რეალობას ხართ მოწყვეტილი, ნამეტანი ზედმეტს ოცნებობთ, ნამეტანი ფერადი სათვალით უყურებთ ყველაფერს, ან პირიქით უკვე ძალიან გაგიშავთეთრდათ ეს თქვენი სათვალისწინები და ყველაფერში ნეგატივს ხედავთ, ხო? რა უნდა ახატრიალ მინდორზე გაწკეპილ თეთრეულით გაწყობილ საწოლს, ხო? ეს ხო თქვენი ილუზიებია, თქვენი შექმნილი ჩიხებია რეალურად, ამ დროს თქვენ კვერთხების დედოფალი ხართ, არც მეტი და არც ნაკლები და ისეთი სასიცოცხლო და ისეთი, არ ვიცი, მართლა ქარაშოტის ენერგიები უნდა იტრიალოს თქვენ ცხოვრებაში. დავაზუსტოთ აბა ერთი წუთით.
ანუ ეს მდგომარეობა რეალურად აქედან გამოდიხართ და გამარჯვებას აღწევთ, მიზნებს აღწევთ, კი. სწორად წამიკითხავს, კი, ზუსტად გამოსვლა და აგერ ბატონო არც მეტი და არც კი. ფულის ენერგიებს და სამსახურს ვკითხულობ და თქვენ არ გამოვრიცხავ მეგობრებო, ვიღაცებმა სამსახური შეიცვალოთ, ვიღაცებმა თუ დაკარგეთ უკვე სამსახური, ახალი სამსახური იპოვოთ, ახალი საქმე დაიწყოთ თასების პაჟით და აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ, ნახეთ, აი ძალიან ისეთი, რომელიც თქვენს ცხოვრებას ძალიან წაადგება სტაბილურობის ნაწილში და ფულის მოზიდვის ნაწილში. მშვენიერი ენერგიებია, ოღონდ საკუთარ შიშებს მოეშვით. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, პირად ცხოვრებაში მეგობრებო, წარსულთან დასვავთ წერტილს. 100%-დან 99% წარსულთან დიდ წერტილს დააჯენთ, დიდ ძახილის ნიშანს. აღარ მინდა დავიღალე ამ რებუსებით, დავიღალე ამ გაურკვევლობებით, გაუგებრობებით, მუდმივი შფოთვით, მუდმივი ნერვიულობებით. ურთიერთობა, რომელსაც თქვენთვის მხოლოდ ავადმყოფური განცდები მოაქვს, ის არ არის ჯანსაღი ურთიერთობა, ხო თქვენ ამას გაიაზრებთ, გადაწყვეტილებას მიიღებთ, ძალიან სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ და გამოხვალთ ამ ურთიერთობიდან. ეს პაჟი კვერთხების რას ნიშნავს? ახალს ვიწყებთ რამეს, ახალ ურთიერთობას ვიწყებთ რამეს, ეს მშვენიერი ენერგიები მოდის, ეს თავისით გადმოხდა და მგონია რომ აქ საკმაოდ ისეთ მიზიდულობაზე დაფუძნებული ამბები ორი კვერთხები მიდევს. ნახეთ როგორი მომენტია, კი. ჯერჯერობით სერიოზულს ვერაფერს ვხედავ ივნისის თვეში, მაგრამ რაღაცა ფლირტის დონეზე, აი ცოტა ისეთი რა ზედმეტი მაგნეტიზმი რო გაგჩნდება ადამიანის მიმართ, ხო ხდებით და აი რაც ცოტა ისეთ სექსუალურ ენერგიებს რო გადავარდებით, აი ესეთი ენერგიები ბრჭყალებში გემუქრებათ პირველ ვარიანტს პირად ცხოვრებაში. კი, ცეცხლოვანი აი ესეთი ხო, არ ვიცი რომ დასწავს და გადასწავს ყველაფერს უცებ ხანძარს რო დაანთებს, ხო, ადამიანების გულებში. რაღაცა ესეთი ემოციები მომდის. მოდი მაინც ვინმეს კითხვის ნიშანი რომ არ დარჩეს. თითო არკანით, მეორე დასტითაც გადავხედოთ ამ ენერგიებს, ოღონდ მხოლოდ თითო არკანით, ხო? ზოგადი ენერგიები ვნახოთ, მშვენიერი. ზოგადი ენერგიებში 6-იანი თასები მაქვს, 6-იანი თასები თქვენ იცით რომ არის რაღაცა სიახლის მიმღებლობის არკანია, ხო? ანუ როცა რაღაცას გჩუქდიან, როცა გაწინაურებენ, როცა თქვათ რაღაცა, არ ვიცი, ვიღაცა შეიძლება მართლა მემკვიდრეობაც დაუტოვან, ხო? ხელს გიწვდიან დახმარების ხელს და თქვენ მარტო არ გრძნობთ, ხო? თავს აი ემოციურად ძალიან ისე გაწონას გაბალანსებთ რა. ასე ვთქვათ, ადამიანი, ვინც თქვენს ჰორიზონტზეა, ხო? ან უბრალოდ ადამიანების წრე. ყოველ შემთხვევაში რაღაცა საკმაოდ ისეთი დადებითი ემოციების მატარებელი არკანია. და ვნახოთ ახლა კიდევ, ავჩეხოთ დასტა და სამსახურის და ფინანსების ნაწილში რა გელოდებათ, არც მეტი არც ნაკლები ბედის ბორბალი. თქვენ ძალიან ისეთი შანსი მოგეცემათ, მეგობრებო, რომ ცხოვრება პრაქტიკულად 360 გრადუსითაც კი შეცვალოთ რა. და თქვენი ეს ფინანსების მომენტი, ანუ აბსოლუტურ სისავსემდე წაიყვანოთ. სწორს ვამბობ? კი. სწორს ვამბობ, დღეს თუ რაღაცა პრობლემები გაქვთ, ნახეთ და რაღაც დეფიციტში ხართ, ხო? თასების რაინდი აბსოლუტური ის მომდის, რა ქვია, სისავსე, ხო? ახალის დაწყება, რომელიც თქვენ მოგიტანთ აბსოლუტურ მოგებას. სწორს ვამბობ? კი, თასების რა იყო და პენტაკლების ტუზის სტაბილურობა, თანხა, ხვავი და ბარაკა, მშვენიერი და პირადი ცხოვრების ენერგია დარჩა, რომ გადავამოწმო, ეს რა არის, რა გადმოფრინდა თავისით. კოშკის არკანი, ხო? რომელიც პრაქტიკულად აი ამ თვარის თემას აგრძელებს, ანუ ნგრევის მერე რაღაც ახლის დაბადება. კოშკი ხო ზოგადად იმისია, რომ რაღაცისთვის უნდა მოხდეს ის ნგრევა, რომ ბოლო-ბოლო ადგილი გაათავისუფლოთ, სადაც ახალ ურთიერთობას ან ახალ რაღაცას ააგებთ, ხო? შესაბამისად, როგორი ენერგიების მატარებელი იქნება, მანახეთ თასების ტუზი.
ну აი ხა რა ვიცი მეტი რაღაცა უნდა იყოს ხო პრინციპში აი მეტი რაღაცა არკანი უნდა ამოვიდეს სისავსე ემოციური ტემპერატურა საკმაოდ რომ დუხს და გადმოდუხს და ну 6-იანი კვერთხებით არ ვიცი რაღაცა შეიძლება ვიღაცამ სტატუსიც მიიღოთ ურთიერთობაში შვენიერი მადლობა პირველ ვარიანტს თქვენს ნებართვით ამ არკანებს მეორე დასტის დავაბრუნებ თავთავიანთ ადგილას კი ბატონო ალადინის ლამპარი გადავდოთ დავდოთ ახლა ფულის ტომსიკა და ვნახოთ მეორე ვარიანტი ვისთვის არის ადამიანი რომელიც სულ ცდილობთ ჭიხებიდან გამოსვლა, სულ ცდილობთ ცვლილებებს, არ გაშინებთ ტრანსფორმაციები, ხო, სადაც თავს ცუდად გრძნობთ, იცით რომ იქ არ ღირს არაფრის გამოსწორება, ხო? არ ღირს ასე ვთქვათ და გატეხილი სკამის შეგოწიწება იმისთვის, რომ კიდე ცოტა ზედმეტი სიმძიმით ჩამოჯდომისას გატყდეს. ну იცით რომ მოძველებული უნდა მოიტოვოთ უკან და ახალ ნაპირს გაუყვეთ. ახალი სიტუაციისკენ წახვიდეთ. საკმაოდ ისეთი გონება გახსნილი, საკმაოდ მოაზროვნე და საკმაოდ მიზანდასახული ადამიანები მიყურებთ. ამავდროულად ცეცხლოვანი ადამიანები მიზანზე ორიენტირებულები, ადამიანები რომლებიც მიზანი ამართებს საშუალებას ნებისმიერ ფასად მზად ხართ რომ გამარჯვება მოიტოვოთ. თქვენთვის არ არსებობს წინაღობა. არაფერთან მიმართებაში მთავარია თქვენი ადგილი იპოვოთ, ხო და აი ასე ვთქვათ სხვა შორის არ არის ეს ცუდი, რომ ყველაფერზე ცუდად არ ვამბობ, ყველაფერზე წაფსვლელები. ну საკუთარი მიზნისთვის ბრძოლა გეხერხებათ და იცით ასე ვთქვათ. კარგით. ვნახოთ ახლა მკათა თვეში თქვენი ზოგადი ენერგიები როგორი იქნება სამსახური და ფინანსები და როგორი იქნება პირადი სივრცე, ხო, პირად სივრცეში რა ამბები გექნებათ. ზოგადი ენერგიები ნახეთ მეგობრებო არ გამოვრიცხავ რომ ვიღაცებმა ტერიტორიად შეიცვალოთ გადაადგილდეთ მოგიწიოთ თქვათ სხვა ტერიტორიაზე გეოგრაფიულად გადასვლა რაღაცა ახალი საქმის დაწყება სხვათა შორის რომელიც საკმაოდ აი ეხლა უკვე შეიძლება ეს კონტურები ჩანს და ახლა უკვე გაქვთ რაღაც მონახაზი რაც სისრულეში უნდა მოიყვანოთ ეს გამოგიოთ ვიღაცა შეიძლება დასვენებლად წავიდეს უბრალოდ საზღვარგარეთ ხო სამოგზაუროდ ეს მომენტიც არის მაგრამ ზოგადად რაღაც სტაბილურობისკენ იღწვით აქ უფრო მგონია რომ რაღაც აი ფესვგამდგარ საქმიანობას უკავშირდება ეს ყველაფერი რომელიც ბოლოს სიმყარეს მოიტანს ხო ისეთ მიზანს უკავშირდება ისეთი რაღაცისკენ იღწვით რაც სტაბილურობის გარანტი უნდა გახდეს თქვენთვის სამსახურებრივ აი სწორად ვთქვი სამსახურებრივ ნაწილსა და ფულსში აბსოლუტური სისავსე გაქვთ ხო იმპერატრიცის ენერგიის მიღმა რაღა უნდა იყოს მაგრამ თქვენ სწორად შეარჩევთ დროს ნახეთ სწორ მიმართულებას აიღებთ იმ დროს დაისვენებთ როცა უნდა გაჩერდეთ, ხელები ჩამოუშვათ და უბრალოდ მიენდოთ ხო დინებას და იმ დროს გაისვრით თქვენ სისარს, როცა მიზანი პრაქტიკულად უკვე ხელმისაწვდომია ხო და დარწმუნებული ხართ გასროლაში. მოკლედ იარაღს ჰაერზე არ ამოიღებთ, თუ ამოიღებთ, იცით რომ გასროლის დროა. და დავამატე კიდევ ერთი არკანი და არკანი ძალის მეშვეობით და იმპერატრიცით რა შემიძლია გითხრათ მოდის აბსოლუტური სისავსე სხვა შორის ვიღაცამ შეიძლება ძალაუფლებაც აიღოთ ხელში ვიღაცა დაწინაურდეთ ვიღაცა წინ წახვიდეთ და ისეთი თვითკმარი ადამიანი გახდეთ რომ სხვებსაც მიეხმაროთ ხო იმპერატრიცის არკანით პირად ცხოვრებას რაც შეეხება აქაც არ დააყოვნა მაღალმა არკანებმა იეროფანტის არკანი მაქვს ზომიერების არკანი მაქვს და 4-იანი ხმლები ნახეთ არ გამოვრიცხავ მეგობრებო რომ რაღაც ურთიერთობა ჩიხში შევიდეს რაღაცა ტკივილი იგრძნოთ და გარკვეული პერიოდი მოგიწიოთ
რაღაცა გარდამტეხი მომენტების ატანა და გადატანა, მაგრამ იეროფანტის არკანით და ზომიერების არკანით თქვენ ბალანს ყველა შემთხვევაში იპოვით ამ სიტუაციაში და ანუ აი ის რო ვთქვათ რაღაცა ძალიან დიდ ტკივილს მივეცე და აი სტრესი მივიღო და დეპრესიაში ჩავარდე, ეს მომენტი არ გექნებათ. არ გამოვრიცხავ რომ რაღაცა აი განსხვავებულ სიტუაციასაც უკავშირდებოდეს ეს ამბავი ერთი განსხვავებულად ამ სხვა მხარის ადამიანს რას ნიშნავს ეს რაღაც ახალდაწყებული ურთიერთობაა შეიძლება მეგობრებო თქვენს ცხოვრებაში ახლა რომელიც აი ახლა უკვე კი ნახეთ ახლა უკვე რაღაც პრობლემებს შეიძლება ხედავთ ახლაც შფოთავთ ახლაც ნერვიულობთ ახლაც რაღაცა ბოლომდე გარკვეული არ არის ხო აი ვერ გაგიგიათ რა უნდა რისთვის მოვიდა ხან გულს კენთ ხან მოკლედ აი ესე რაღაცა მერყევ სიტუაციაში გამყოფებთ და სამართლიანობის არკანით რა იქნება აქ მოგონია რომ დაასრულებთ რაღაც ურთიერთობას იმისში რისთვის ბოდიში ერთი წამი ჩაჭრით ნახეთ კი აქ რაღაც სამართლიანობის არკანით იმ ძველ სიტუაციას მორჩებით და ასრულებთ რა იმიტომ რომ იქ ტკივილის და მიჯაჭვულობის და არაჯანსაღი სიტუაციის მეტი არაფერია ტყუილი ცრუ იმპერატორია რა ადამიანი რომელიც შეიძლება რაღაცა უამრავ დაპირებას გაძლევდოთ მაგრამ რეალურად არაფრის მაქნისი არ იყო თქვენს ცხოვრებაში ძალიან მალე გამოჩნდება ადამიანი რომელმაც სხვათა შორის შეიძლება ხელი მოგკიდოთ და საერთოდ სხვა მხარეს წაგიყვანოთ. თბილისიდან რეგიონში, არ ვიცი, ქვეყნიდან სხვა ქვეყანაში და იდეაში პერსპექტივა ამ ურთიერთობას გქონდეს ოჯახი. დღეს რა საინტერესო ვარიანტები გამომიჩნდა. ხო, ერთი წამი თქვენ რატო დაგჩოქროთ? ბოდიში. ნახოთ ახლა მეგობრებო, მეორე დასტითაც ხო, რა თითო არკანით ნახოთ რაც თავარია რა გელოდებათ თითო არკანის ენერგია მაინც ნახოთ ზოგადიც სამსახურებრივიც და ზომიერების არკანი წეღან ორი არკანი ერთად ამომყვა უკაცრავად ხო ნახეთ ზოგადი ენერგიები გექნებათ ის მომენტი რომ რაღაცას თითქოს აი არ ვიცი რაღაცას ებღაუჭებით რაღაცას უფრთხილდებით რაღაცის გაშვება არ გინდათ ხელიდან და აი ფიქრობთ რომ ბალანსი იპოვოთ ისე რომ არც წვადი დაწვათ არც შამფური და ისე დაალაგოთ სიტუაცია რომ ან დანაკარგებისგან მაქსიმალურად დაზღვეული იყოთ რაღაც ახალი საქმიანობის დაწყება აქაც მიფიქსირდება ახალი სიტუაცია აქაც მიფიქსირდება კი ბატონო რომელიც აი საკმაოდ ისეთ იქაც იმპერატრიცა მეჭდა და აქაც იმპერატრიცა ამოვიდა ხო საკმაოდ ისეთ შედეგამდე გაგიყვანთ წარმატებულ და შემდეგ არ შედეგამდე ახლა ვნახოთ ფინანსებში მანახე რა იქნება ფინანსებში წინსვლა გექნებათ. ყველა შემთხვევაში წინსვლა გექნებათ მეგობრებო. ვიღაცამ შეიძლება ჯილდოც მიიღოს, პრემია მიიღოს, იმპერატორი ხო არ ვიცი რაღაცა აი დაფასება მიიღოთ ხელმძღვანელისგან რაღაცა დაწინაურებაც შესაძლოა მიიღოთ. ვიღაცამ შეიძლება საერთოდ დიპლომი აიღოთ ან რაღაცა ისეთი საბუთი აიღოთ, საბუთი გააკეთოთ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი თქვენს ცხოვრებაში, რაც სამსახურს და ფინანსებს უკავშირდება. და ვნახოთ პრინციპში იგივეს მიყვება ხო რაც იმ წინა დასტის არკანებმა მითხრა და რა დაგვრჩა პირად ცხოვრებაში რა ენერგიები იტრიალებს და ვნახოთ აბა პირად ცხოვრებაში ძალა არკანი სხვა შორის იქ ძალა არკანი ისედაც მქონდა და ვარსკვლავის არკანი. აი ხო გეუბნებით არ გამოვრიცხავ ესა მეგობრებო რომ რაღაცა კონკრეტულ სიტუაციაში თქვენ მოგიწიოთ მანძილის შეცვლა, ანუ მანძილზე წასვლა, მანძილის შეცვლა კი არა, ტერიტორიის შეცვლა, ხო? და
აი ოცნების ახდენა ყველა ვარიანტში გელოდებათ. ყველა ვარიანტში გელოდებათ წარმატება და წინსვლა, მაგრამ მე მაინც მგონია რომ რაღაც აქ მანძილის თემა იქნება, აი მანძილის მომენტი, ვიღაცას გადაადგილება მოგიწევთ, რაღაცა ისეთი მომდის, რომ აი შეიძლება ქვეყნიდან ქვეყანაში წახვიდეთ ერთი ტერიტორიიდან მეორე ტერიტორიაზე. რა ვიცი, ჩემთვის საინტერესო და პოზიტიური გაშლა გამოვიდა. ნამდვილად გამიხარდება თუ ეს ინფორმაცია რეზონანსიას პოვებს თქვენთან და აგიხდებათ ყველას თქვენი სურვილები. მე კი ისღა დამჩენია, დაგემშვიდობოთ მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.